მოდით აი ახლა დღეს უბრალოდ ერთი წუთი დავფიქრდეთ ფაქტებზე. იმას კი არა რომ მე გეუბნებით. რა არის დღეს ფაქტები? დღეს საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც თვითონ იძახის რომ საქართველოს დაიწყო პირველმა სამხედრო მოქმედებები, ესე იგი პრაქტიკულად ყოზილს აძლევს ჩვენ ინტერვენცს აგრესორს თუნდაც საერთაშორისო აღიარების პროცესების გაგრძელების. დღეს გულისატკენია რომ ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხელით ცვლის ოკუპაციის შესახებ კანონს და ყოზილებს აძლევს ოკუპანტებს. დღეს ჩვენ ყავს ხელისუფლება და მე არ ვიცი ასეთი პრეცედენტი უახლეს ისტორიაში სხვა ქვეყნებში, რომელიც აპირებს რომ გამოიძიოს და დასაჯოს წინამთავრობა იმის გამო, რომ წინამთავრობამ განახორციელა საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატისტების მიმართ სპეცოპერაციები და საგანგებო ქმედებები კიდევ ერთხელ მეორე სეპარატისტების წინააღმდეგ, იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ხელყოფდა საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ერთიანობას. დღეს ჩვენ ყავს მთავრობა, რომელსაც ეთაკილება დამოუკიდებლობის აღლუმის ჩატარება და ამას ღიად აცხადებს. ვინ ჯინაზეც არ უნდა აკეთებდეს ამას, პრაქტიკულად ფეხქვეშ თელავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ღირსებას. და ამავე დროს ჩვენ ვართ ყავს მთავრობა, რომელიც თვლის რომ ჩვენ ვართ ერი, რომელიც ხოლმე ეთნოგრაფიული ექსპონატი უნდა ვიყოთ, თავის ცეკვა თამაშში რომ დაგვიკრავდნენ ჩვენ ძალიან საყვარელ ცეკვებში და სიმღერაში რომ დაგვიკრავენ ტაშს, ხოლმე ამით უნდა ვიამაყოთ და ამით უნდა მოვიწონოთ თავი და ამით დავიმყოფილოთ ჩვენი ეროვნული პატიმოყვარეობა.